გამარჯობათ მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, რაღაც კამერის ხარვეზი აღმოჩნდა ჩემ ტელეფონში და სამწუხაროდ ვიდეოს ვერ ვთავ, რაც ძალიან ცუდი არის. ამიტომ გთხოვთ მაპატიოთ ეგ შეფერხება. მოგესალმებით, მე ვარ ჯულიეტა მამფორია და დღევანდელ ეთერს, რომელიც დაკავშირებულია მარათონთან და მარათონში მოგებულთან გავუძღვნი მე, რადგან ქალბატონი გალინა მეზენცევა, რომელიც გაახლავთ ამ არხის წამყვანი, ვერ ახერხებს დასწრებას დღევანდელ ეთერზე. გარკვეული მიზეზების გამო და ბატონმა ვახტანგმა მთხოვა, რომ ჩამეტარებია ეს ჩართვა, შესაბამისად ვარი ვერ ვუთხარი. ასე რომ მოგესალმებით, კიდევ ერთჯერ მოვესალმები ინგას, ჩვენ მოგებულს. და ალბათ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რა არის სურვილების მარათონი. სურვილების მარათონი ეს არის ხანგრძლივი პროცესი, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენ დასახულ მიზნებს, ან რა ვიცი, პირად მიღწევებს თუ ოცნებებს, თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით მაგას, რადგან მარათონში მონაწილე იღებს აქვს ძალიან დიდი შანსი მოიგოს პრიზი 10,000 ტოკენი, ვინც მონაწილეობს $100 მარათონში. 1 ტოკენი უდრის $1, ჩვენ ვიცით, ანუ შესაბამისად თავარი პრიზი არის $10,000, არც თუ ისე პატარა თანხა არის. დღესდღეობით ჩვენთვის. მორიგ გათამაშებაში, რომელიც ჩატარდა 3 აგვისტოს, მოგებული გამოვლინდა ქართული ხაზის წევრი ქალბატონი ინგა გელენიძე. ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ და ძალიან მიხარია, რომ ქართველი არის დღესდღეობით მოგებული და გვაქვს ძალიან დიდი შანსი ახლა გავიგოთ რეალობა ეს, არა რეალობა, ანუ რა განცდები, რა ემოციები ქონდა ინგას, როდესაც გაიგო, როცა მოიგო ეგ ამხელა თანხა. მაგრამ სანამ ჩვენ ახლა გადავალთ კითხვებზე და შესაბამისად თქვენაც გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ინგას დაუწვათ კითხვები, მოდით ერთი ოდენა სიტყვა ვთხოვოთ ინგას თავის შესახებ მოყვეს, ანუ თუ ვინ არის ინგა გელენიძე, რას წარმოადგენს, რას მოღვაწეობს. ინგა სიამოვნებით მოგისმენ, ჩემო კარგო. მინდა ცოტა შენ შესახებ გავიგოთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგძანდით, გაიზიარეთ ჩემი სიხარული და მისმენთ, მზადახართ უბრალოდ მოსასმენად. ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვარ ინგა გელენიძე. რა თქმა უნდა, ქართველი და ამჟამად ვიყოფები საბერძნეთში, ემიგრაციაში. და დიდი მიზნებით ჩამოვედი და რა ვიცი, ყავს 2 შვილი. 3 შვილის ბებია ვარ, მოგეხსენებათ და მაქვს ჩემი მიზნები, რა თქმა უნდა. მარათონში თამაშის დროს სახში ვიყავი და დიდი გულისყურით ვადევნებდი თავს თამაშს და რა თქმა უნდა, მეც ნერვიულობდი როგორც სხვა ყველა და ძალიან დიდი ემოცია. დაეწარი იმას, რომ გაიგე, რომ შენ ხარ მოგებულია რა? დიახ. თავიდან საერთოდ არ მეჯერებოდა, რომ მე ვიყავი მოგებული, იმიტომ რომ პირველი 2 მარათონი შეჯიბრი ისე ჩატარდა, მე-10 ადგილზე ვიყავი და თითქმის იმედი გადამეწურა, რომ გამარჯვებული გავხდებოდი, მაგრამ მესამე რაუნდში პირველი გამარჯვებული მე გამოვედი და ასე რომ გავხდი გამარჯვებული. ძალიან დიდი შეგრძნება იყო სიხარულის, ბედნიერების, მინდოდა შემომხდარიყავი. ჩემს საწოლზე და ფეხებით მეეხტუნა და მეყვირა, რომ მე გავიმარჯვო, მაგრამ ჩემს სახლში არა ვარ და ხალხსაც ეძინა, ამ დროს ჩვენთან დასვენების დრო არის და ყველას ეძინა და ჩემ თავს მაგის უფლება ვერ მივეცი, მაგრამ შინაგანად ძალიან ბედნიერი ვიყავი და ახლაც ინგა ემოცია ჩვენზეც გადმოდის ახლა და ანუ შენ გაწინებულ სახელსაც ვხედავთ და რეალობასაც ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და
ანუ აქვს ემოციას, სიხარულს, მოგებას, რეალობას ამ ეტაპისთვის ადგილი. დიახ, ძალიან დიდი. არ გქონდა შენ იმედი იმისა, რომ ამ ეტაპისთვის მოიგებდი? არა, იმედი ყველა მარათონელს უნდა ქონდეს იმისა, რომ შეიძლება გახდეს გამარჯვებული. ყველა გავიმარჯვებ. წაგებული მარათონში არავინ არ დარჩება. მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ პირველად გაიმარჯვებს თავში, ვინ შუაში და ბოლოში გამარჯვებული უფრო ცოტა ჩამორჩება, მაგრამ არა უშავს გამარჯვებით, მაინც ყველა გავიმარჯვებს, ჩვენს ასურველ პრიზს $10,000 ყველა ავიღებთ, მხოლოდ განსხვავება იმაში იქნება, რომ მე რო თავში გავიმარჯვე, თითქმის $16,000 ავიღებ გამარჯვებისას. აი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ამიტომ გვიხარია პირველი გამარჯვება. ძალიან დიდი ემოცია იყო ნამდვილად ეს სხვა რაღაცებიც მაქვს გათვლილი და თანდათანმსვლელობის დროს ამას მოგიყვებით. ალბათ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქ წაგებული არ იქნება. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაზეც არის გათვლილი ეგ მარათონი. ინგა, რა მინდა გკითხო, ჩემო კარგო, რატომ მიიღე მონაწილეობა მარათონში? ანუ რა დაინახე მარათონში ასეთი და რა მოგცა ბიძგი, რომ შენ გადაწყვიტე, რომ ღებულობ მონაწილეობას მარათონში? სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდ არ მომეწონა მარათონის შინაარსი. და არც ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას და სხვებთანაც ვკითხულობდი ამბებს, თუ რა მოეწონათ, რა ქონდათ ჩაფიქრებული, რა ვიცი, ალბათ სწორად ვერ გავიგე და მაგის ბრალი იყო, მაგრამ მე საერთოდ პასუხისმგებლობა მაქვს ძალიან დიდი და ყოველ ჩართვას ვესწრებოდი და ძალიან გულისყურით უსმენდი ბატონ ვახტანგს, როდესაც ხსნიდა მარათონზე. და კარგად რო დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ მარათონში მეც უნდა მიმეღო მონაწილეობა და არა მარტო იმიტომ, რომ მე გავიმარჯვებდი და $10,000 ავიღებდი, არამედ იმიტომ, რომ ჩემი კომპანიის ზრდისთვის შემეწყო ხელი. აი, ეს დავინახე ამ მარათონში, ამიტომ გადავწყვიტე არა მხოლოდ ჩემი აკაუნტით შემოსულიყავი, მეორე აკაუნტიც გამეაქტიურებინა და ორი ადამიანი შემოსულიყავი. მე ვფიქრობდი, საერთოდ წინათ გრძნობა მაქვს ძალიან დიდი და გრძნობ, რომ რაღაცა კარგი მელოდებოდა. ამიტომ ვიფიქრე, სადაც ერთი იქაც მეორესაც გავაკეთებ თქვა. ძალიან კარგი, ქალებს ეგრძნობა ყოველთვის აქვს. ანუ შენთვის ეგ გათვლილი არ ყოფილა, შენ დაფიქრდი და გადაწყვიტე, რომ ამ ეტაპისთვის სჭირდება მხარდაჭერა კომპანიას და შესაბამისად გვერდში ამოგვიდექი. დიახ. თავიდან ნამდვილად ასე გადავწყვიტე. მე რა ვიფიქრე, რატომაც არა 5 წელი ისე მალე გავივლის, საერთოდ ვერ გავიგებ და $10,000-იც არ არის ცოტა ფული. თან ვიფიქრე მარტო $10,000 არა, ორი აკაუნტით შევალ და 10 კი არა $20,000 ავიღებ. და მოცდაც ღირდა. ხო, ანუ ძალიან ხშირად გვაქვს ეგ კითხვა, რომ აი 5 წელი, ძალიან ბევრს გონია, რომ 5 წელი ეს ძალიან ხანგრძლივი პერიოდია. შენთვის ეგ არ ყოფილა კითხვად, რომ აი 5 წელი ძალიან დიდია, როგორ მოვახერხებ მე? მე როგორც ვიცი, შენ ემიგრაციაში ხარ ამ ეტაპისთვის და რამდენი ხანია უკვე საქართველოში არ ყოფილხარ ინგა? 3 წელი გახდება უკვე საქართველოში რო არ ყოფილვარ, მაგრამ 3 წლით ადრე 1 წელი ვიყავი საქართველოში და 6 წელი მანამდე თურქეთში ვიყავი და მაგის ადრე კიდე ემიგრაციაში ვიყავი და ძალიან დიდი წლები მაქვს ემიგრაციაში გატარებული და ჩემთვის დავფიქრდი და ვიფიქრე, რომ ამდენი წელი ემიგრაციაში ვარ, მაგრამ $10,000 მე ხელში არ მჭერია, 5 წელიც გავიდა და 10 წელიც, მაგრამ ახლა რადგან ამ შანსს გვაძლევს კომპანია, მოდი გამოვიყენოთ ეს შანსი, მეც გამომადგება ცხოვრებაში და ჩვენ კომპანიასაც დაეხმარება თქო და ამ მიზნით მე გადავწყვიტე მიმიღო მონაწილეობა. როგორც ხედავთ, მე სწორად გავთვალე ყველაფერი და ვამაყობ ამითი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ძალიან მიხარია, კი, ნამდვილად ძალიან მიხარია. ანუ ეს არის ერთ-ერთი კიდე დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და აგერ ჩვეულებრივად შეგიძლია მარტივად მოიგო. იცით რა, მახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდი, როდესაც ტოტო ლოტო ერქვა, მე მგონი თუ არ ვცდები, თუ ვიღაცას გახსოვთ, შეგიძლიათ შემისწოროთ. ანუ მამა ჩემი თამაშობდა ძალიან ხშირად, ვაიმე როგორ ნერვიულობდა, როგორ განიცდიდა, მაგრამ ერთჯერათაც კი არ მოუგია, აი წლებია თამაშობდა, მაგრამ მართლა არ მოუგია. და აქ ჩვენ ვართ რეალურად იმის მოწმე, ჩვენი გუნდის წევრები, აგერ წინა გათამაშებაში ჩვენმა რუს კოლეგამ მოიგო, ერთ-ერთმა თქვა, რომ ეგ იყო მისი გათვლით, ანუ მათემატიკა მიყვარს ძალიანო და მე თვითონ გავთვალეო და ვიცოდიო, რომ რა შედეგზე გავიდოდიო. თქვენ შემთხვევაში ეგ იყო წინაგრძნობა, არა გათვლა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს არის რეალობა და ძალიან მიხარია, რომ დღესდღეობით გვაქვს ეგეთი შანსი, რომ მოგება რეალური ხდება. ეხლა ცოტა ისეთი ხრიკიანი კითხვა იქნება, ეგრევე ვთქვათ, ინგა, თუ გაქვთ გადაწყვეტილი, როგორ შეგიძლიათ არ გამცეთ პასუხი ამ კითხვაზე, რადგან ეს არის პირადული და თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მაგრამ უბრალოდ საინტერესოა, ანუ როგორ აპირებთ თქვენ ამ თანხის განკარგვას პირადი მიზნებისთვის, თუ ისევ ბიზნესში ჩააბრუნებთ, ანუ ფულს აკეთებიეთ, თუ გაქვთ გაანგარიშებული და თუ გაქვთ სურვილი, რომ პატარა ვითხრათ, როგორ იქნება ეგ ამბავი. რა თქმა უნდა, გეტყვით, იმიტომ რომ მე როდესაც ემიგრაციაში წამოსვლა გადავწყვიტე, ესე არ მინდოდა ძალიან წამოსვლა, მაგრამ მივხვდი, რომ საჭირო იყო ჩემთვის ემიგრაციაში წამოსვლა, იმიტომ რომ მინდოდა მეყიდა ჩემთვის ბინა. როდესაც ემიგრაციაში წამოვედი, აი ბინა უნდა მეყიდა, მაგისტრის წამოვედი და ახლა ასეთი შანსი რომ ჩამივარდა, რა თქმა უნდა, ბინის საყიდლად მინდა რომ დავხარჯო ეს ფული, მაგრამ 5 წელი რადგან დიდი დროა და თუ მანამდე მოვახერხე ამ ფულის შეგროვება, მაშინ ამ ფულით ვიყიდი ავტომანქანას, რომელსაც ოლნის სახელს დავაწერ ზედ და ისე ვივლი ქუჩებში. ვაიმე, იცით, ეგ მეც მქონდა იდეაში, რომ შემდეგ მანქანას თუ ვიყიდი, აუცილებლად დავიხმარიებ ონლის თანხას და სერიის ნომერი იქნება only. კი, აუცილებლად მასე მაქვს ჩაფიქრებული, სერიაც ისეთი უნდა შეუთავსო, ალბათ 71 ნომერიც იქნება ზეთ მინიშნებული, იმიტომ რომ 71 ნომრით გავიმარჯვე და რაღაცნაირად მინდა რომ კომპანია ოლნის ჩემგან საჩუქრად გქონდეს ეს ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი იქნება, მაგრამ მე მიუძღვნი ოლნის. მინდა ვუყურებ თქვენ ემოციებს და კიდევ ერთჯერ ძალიან წუხარებას გამოვხატავ, რომ კამერა არ მაქვს ჩართული, რადგან მეც ძალიან გადმომდის ეს თქვენი ემოცია, თქვენი გახარება, თქვენი ნერვიულობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვესწარით მართლა. ეხლა რა მაინტერესებს იცი, როგორ ვფიქრობ, ეგ მოგება რაღაც ნაწილობრივ არა, ეგ მოგება მხოლოდ ბედის გამართლება არის თუ თქვენი ძალისხმევაც იყო აქ ჩართული? ბედით არის, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე ჩემ თავში, ჩემ ქვეცნობიერში ჩავდე ის, რომ მე ერთი ბილეთით უნდა გამემარჯვებია თავში, არ დამიშვია, რომ ორი ბილეთი მქონდა ჩემი საკუთარი და რაღაცა ბოლოში გავიმარჯვები ორივესი, არა გენაცვალე, მე თავშივე ჩავიფიქრე ეგ, რომ მე პირველად გავიმარჯვებდი და ამ ერთი ბილეთით მეორე ბილეთსაც შევინახავდი, ანუ ორივე აკაუნტს გადავიხდიდი და ასე ვიქნებოდი გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ეგი ჩვენი ტვინი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ამას ჩვენ ჩავიფიქრებთ, ჩვენ სადამდეც გავხკაჩავთ ამ ჩვენს ოცნებას, მანამდე მიდის ჩვენი გამარჯვებაც. ადამიანს ძალიან დიდი
ენერგეტიკული უნარი აქვს და შეუძლია თავისი ცხოვრება ისე მართოს, როგორც თვითონ უნდა. და ამაში ბედი მერე გვეხმარება, როცა მოქმედებთ ჩვენ. თუ მოქმედად დაჯექი და იტყვი, რომ ახლა ჩემი ოცნება ასეთია და მე ოცნებები ამისრულდება, თუ არაფერი არ გააკეთე, არაფერი არ აგისრულდება, მაგრამ მე რადგანაც დავინახე ეს შესაძლებლობა და გადავწყვიტე, რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა, ანუ ავიტაცე ეს ყველაფერი, ჩავდები ჩემს გონებაში, ქვეცნობიერში და მართე ჩემი ქვეცნობიერი, ისე რომ ყოფილიყავი გამარჯვებული. მე ვფიქრობ, რომ ჩემი დამსახურება უფრო მეტი არის ამაში, ვიდრე ბედის. მართალი ხარ, ნინგა, აი ზუსტად იმიტომ ამოვარჩიე ეს კითხვა, რომ კი ბედი ნამდვილად მნიშვნელოვანია. 1984 წელს თუ არ ვცდები ერთმა ქალბატონმა გაიმარჯვა და შეისყიდა ერთი აპარატის მთლიანად ბილეთი, ერთ მაღაზიაში მთლიანად ბილეთები და მოიგო $1,000,000, მაგრამ ნახეთ, ეს მარტო ბედი არ არის, ბედი რო ყოფილიყო, ალბათ ერთ ბილეთს იყიდდა და ამ ქალმა სერიოზული ნაბიჯი გააკეთა, მივიდა ბუტიკში, შეისყიდა ყველა ბილეთები და შესაბამისად მიიღო, ნახა ის მოგება, რისკენაც მიისწრაფოდა. ანუ მარტო შენ იფიქრო, ისურვო, არაფერს არ მოგიტანს თუ ნაბიჯი არ გადადგი. ეს ცხოვრების კანონი არის, დიახ, ეს ცხოვრების კანონი არის. ნამდვილად. ინგა ხვდები, ვიცი, საზღვარგარეთ ხარ, ბევრი დრო არა გაქვს, მაგრამ აი მაინც ნახულობ რაღაც დროს და ყოველთვის უთმობ დროს ზუმებს, ოლნის გვერდში ხარ, მუშაობ, როგორ ახერხებ ამას? ანუ რა მომენტია, რატო გეკითხები, ანუ ხო ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამს გეტყვით. ამბობს, რომ როცა ადამიანს რამე გულით წადია, მთელი სამყარო ეხმარება მისი სრული შესრულებაში და ამ შემთხვევაში მეც ძალიან მონდომებული ვარ და მართლა მეხმარება სამყარო, იმისთანა ოჯახში ვარ მოხვედრილი, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის გაჭირვება, რომ ცოტა დრო გამოვძებნო და ჩემ რაღაცებისთვის, ჩემ სასურველ თემებზე, ჩემ სასურველ ჩართვებზე დავესწრო და მოვისმინო. სულიერად და ფიზიკურადაც გავიზარდო, ჩემ თავს დავეხმარო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე წავა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე ბოლო ჩამოსვლა იქნება ემიგრაციაში და აღარასოდეს აღარ დამჭირდება სხვა ქვეყანაში ფულის საშოვნელად წასვლა. თუ წავალ, იმიტომ რომ წავიდე სამოგზაუროდ. მე ვიცი, რომ ამას მივახცევ. ძალიან დიდი გულის ტკივილია ეგ, ანუ სიამოვნებით და სიხარულით არ გავრბივართ საზღვარგარეთ სამუშაოდ ნამდვილად. დიახ, რა თქმა უნდა. ოჯახს ცდილობს, რომ ამოიყვანოს უფრო მაღალ დონეზე. ინგა, ანუ თქვენი 8 წლიან ნამუშევარია, გვაინტერესებს გუნდი, რამხელა გუნდი გყავთ და როგორ ახერხებთ ამ გუნდთან მუშაობას? დიდი გუნდი არ ამყავს ნამდვილად, გუნდში სულ 5 ადამიანი ვართ, მაგრამ მთელი გულით, სულით და რაც შემიძლია ყველანაირად ჩემ გუნდს გვერდით უდგავარ და გუნდს კი არა, ისედაც თუ ვინმე რამე დახმარება დაჭირდებოდა, მთხოვს ყოველთვის მაგენის გვერდით ვარ, თუ არა და კითხეთ, არ ვიცი, ვისაც გინდათ, ვინც მიცნობს. და ყველანაირად ვეხმარები და მე ახლა ონლაინ მუშაობ და ონლაინით ცოტა რთული არის ამ ხალხთან მუშაობა, მოპატიჟებას ვგულისხმობ, მაგრამ რომ მქონდეს საშუალება, უფრო მეტი შემიძლია რომ გავაკეთო და მე მაგაზეც ვიზრუნებ, რომ ცოტა უფრო მეტიც გავაკეთო. ოლნი მსახურებს მაგას ნამდვილად. ინგა, რა ძალისხმევა დაგჭირდა ამ გუნდის შექმნისთვის? დიდი ძალისხმევა არ დამჭირდებია. გუნდები შექმნა, ანუ მაგათთან მუშაობისთვის. რა ვიცი, მუშაობა ყველაფერი მეითხოვს მუშაობას.
და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირი მიდგომა ჭირდება და რა თქმა უნდა მე დიდი წლები მაქვს გამოცდილება ქსელურებში ვარ ნამუშევარი და ვიცი ადამიანს როგორ უნდა მიუდგე და ძალიან დიდი ცხოვრება იმდენი რამე მასწავლა და ისეთი რაღაცები ვიცი რომ მართლა ვიცი ადამიანს როგორ უნდა მიუდგე და ყველანაირად ვცდილობ რომ მისი გული გავახარო როცა დაჭირდება მის გვერდით ვიყო და რა ვიცი ყველანაირად ვცდილობ ჩემთან არ არსებობს რომ მე არ შემიძლია და ვერ გავაკეთებ მაგისა და ჩემთვის არ არსებობს თამამად ლაპარაკობ იმიტომ რომ ვიცი რასაც ვამბობ ანუ ბოლომდე მიდიხართ დასახულ მიზნების მიმართულებით. კარგია ძალიან. სამომავლოდ როგორ ფიქრობთ, ანუ როგორი კუთხით გაზრდით თქვენ გუნდს, როგორ იმუშავებთ მათთან, რამე გეგმები გქონდათ ამ ბოლო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ცვლილებები არის ონლინში? კი, ახლა სწავლებაც მიმდინარეობს ონლინში, უფასო სწავლება, ძალიან კარგი რაღაცა მოიფიქრა ბატონმა ვახტანგმა, ყველანაირად გვიწყობს ხელს და გვეხმარება, რომ წინ წავიწიოთ და ნამდვილად დასაფასებელი არის მაგისი მონდომება და შრომა და ჩვენც ნამდვილად უნდა დაუფასოთ. ეგ მე ვხვდები მაგას, ცოტა პირობები მიშლის ხელს, რომ ოფლაინ ვერ მუშაობ ხალხთან, მაგრამ მაგასაც მოვახერხებ, არ არის პრობლემა, აუცილებლად ახლა ცოტა ეს ზაფხული გადავაგორო და სექტემბრიდან როგორც იტყვიან, მინდა რომ სერიოზულად შევდგე მუშაობას და უფრო მეტი ხალხი მოიპატიჟო ონლინში და გავზარდო ჩემი გუნდი. მოგეთ ქართულ ხაზს ექნება ოქროს სექტემბერი, რადგან ძალიან ბევრი ელოდება სექტემბერს. კი, იმიტომ რომ ძალიან ზღვის პირას ვცხოვრობთ, სადაც აღარ ახლა ზღვის პირი არის და ზაფხულში ახლა შუა დღეზე ცოტა თუ არავინ შეგაწუხებს, რომ ყველა ისვენებს ამ დროს და არავინ არ მოდის, თორემ ძალიან დიდი მოსვლა და თელი ამბები არის და ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ონლინსთვის მაინც ვნახულობ დროს. ცოტა სწავლებასაც ვერ ჩაუჯეგი, იცი როგორც საჭირო არის, ხან მოусმინე, ხან ვერ მოусმინე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ როცა დავიწყებ ერთიანად ჩაუჯდები და გულიანად ყველაფერს მოусმენ თავიდან ბოლომდე შენახული არის ჩანაწერები და მაგის იმედი მაქვს. ინგა, აი ალბათ მუშაობის დროს, როდესაც იწვევდი და როდესაც ზრდიდი გუნდს, ქონდა ძალიან რამოდენიმე, არ ვიცი, ხშირი რამოდენიმე ადამიანი იყო თუ პირიქით ბლომად იყო ეგეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც უნდობლობას გამოხატავდა. თუნდაც იმ თქვენვე წრეში, სამეგობროში. აი ეხლა, როდესაც თქვენ ხართ მოგებული, როდესაც თქვენ მიიღეთ მთავარი პრიზი. რას ეტყოდით ამ ხალხს? რა უნდობლობა ყოველთვის არსებობს. სხვასთან შორს რო არ წავიდე, ჩემი ოჯახის წევრზე გეტყვი. ასე მითხრა ერთხელ რაღაცას რო უყვებოდი ამ ქსელურებთან დაკავშირებით, მე ილუზიებით არ ვცხოვრობ, ჩემმა დამითხრა და მე რეალურად უყურებ ცხოვრებასა, მაგრამ მეოთხარი მოვა დრო და გული დაგწყდება ახლა რასაც ამბობ, რომ მე იფიქრებ ნეტამ ასე არ მეთქვა და სხვანაირად მეფიქრა და მეც შენ გვერდში ყოფილიყავი, აი ამას გათქმევი, მეოთხარი მოვა მაგის დრო და ყველას ვეუბნები ამას. ყველას ვეუბნები. რა გითხრა აი ეხლა, როდესაც შენ რა მითხრა, რომ გამიხარდა და გილოცავ, მითხრა. რა, ვერც ვერაფერი ვერ მითხრა, იცით? მე სპეციალურად ვუყურებდი რას იზამდა მის რეაქციას, მაგრამ მითხრა გილოცავ. ჩვეულებრივად ისე, ვითომ არაფერი არ მომხდარა, გესმით? იხტიბარი არ გაეტეხა. აჰა, სავარაუდოდ დიახ. მეც მეგობრები და ახლობლები და ბევრია ასეთი, იცი, ძალიან ბევრი ადამიანია, რომ მართლა არ ჯერავს და ჭირდება, რომ რაღაცა უჩიჩინო, ეკადა ზოგს. ახლა აგერ გვერდით ქართველი გოგო მომივიდა სტუმრად მეზობლად და იმას უთხარი, ასე არის. არა, მე მაგის ნერვებისა და მაქვს მეუბნება არ შემიძლია მაგას ვერანაირად ვერ გავაკეთებ.
ძალიან რაღაცნაირი ხალხია თუ არ უნდა და всё ერთხელ რომ მითხრა არაო და ასეთი რაღაცა მე შევეშვი აღარ ვეუბნები მაგას რამეს იმიტომ რომ აზრი არ აქვს ადამიანს თუ არ აინტერესებს რაც არ უნდა უჩიჩინო მაინც ვერ გააგებიებ ვერაფერს ჯობია თვითონ გამოხატოს ინტერესი და მე შენ უნდა მეუძებნო კუთხე რომ დააინტერესო მართლა რა ვიცი კარგად რომ დააინტერესო და თვითონ აქეთ გეხვეწებოდეს რომ რაღაცა მასწავლეო და შენ რო ეხვეწები იქით მაშინ არ ჯერავთ არაფერი ტყულია ხა ნუ უბრალოდ ალბათ უფრო მიზნობრივი ჯგუფის მომენტი გვიჭირდა ჩვენ თავდაპირველად რაც უფრო მეც ეხვეწები ხას უფრო მეტად არ გიჯერებენ გესმით ჩვენ უნდა დაანახო რომ 100 არის და გინდა მოხვალ ჩემამდე დაგეხმარები რა თქმა უნდა მოვა ეს დრო რომ ინანებენ მე ვიცი წინათ გძნობა მაქვს ასეთი ნუ ალბათ უკვე რომ რამოდენიმე რეალობაც დაინახა და დაინახა რომ არის აქ შანსი მოგების და რეალურად შესაძლებელი ყველაფერი და არ არის ეს უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი ასე ვთქვათ პირობა რა მეგობრებო ვთქვათ ეგებ ვიღაცას კონდეს რაღაც საინტერესო კითხვა ან სურვილი ინგასთან გასაუბრებისა Ара გვაქვს არანაირი китка. По-русски тоже понимаю, если кто-то хочет задавать вопрос, я буду слушать. Что-то, пожалуйста, если есть какие-то вопросы, если эти вопросы были озвучены, не страшно, я могу или ответить, или еще раз Инга нам ответит на этот вопрос. კითხვა არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გულით ვულოცავ ინგას და ვუსურებ თავის ოცნებების ასრულებას. მადლობა სალო გაიხარ. მეც გილოცავ, მეც გისურვებ გამარჯვებას და თქვენი ოცნებების ასრულებას რა თქმა უნდა. შენამდვილად იმსახურებ. ჩაერთო ჩემ მიკროფონი. სულ მახსოვს რა ჩხუბი იყო იქ სალომეს და გიორგისთან ბევრი აქვს ბილეტები და ბოლო მაინც ჰოპა და მოიგო ინგა გაჩი. მაგარი ცოტა ბილეთი არც მე არ მქონდა, 5 ბილეთი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გუნდი მყავს, 3 პირადი მყავს, 3-ვე ჩემი პირადი მონაწილეობდა მარათონში. და ჩემი პირადისგან ამოსული ბილეთით მოვიგე მეც და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემ პირადებს განსაკუთრებით გადაუხადო. ნანა გოგაძეს მაგისი ბილეთით მოვიგე და ძალიან მადლობელი ვარ და კმაყოფილი ვარ რომ ასე მოხდა რომ დამიჯერეს შემომიერთდნენ და ჩემთან ერთად მაგენიც აქტიურობენ და ჩემ გვერდით არიან სულ ყოველთვის და ახლა ვუსურვებ რომ ჩემი გუნდის წევრებმაც ასე თავში გაიმარჯვონ და გახდნენ გამარჯვებულები რა თქმა უნდა ყველა მინდა რომ გაიმარჯვოს მაგრამ ბედი თვითონ გადაწყვიტავს ახლა ვის მხარეს იქნება ვინაა უფრო აქტიური კი. და იმას გიორგას მე მგონი 26 ბილეთი იყო და სალომეს არანაკლები იქნებოდა და მაინც მოიგო ინგა. მაინც მოხვდებით ან მე ან გიორგი. ანუ რა არის საინტერესო ესე იგი ბედიც და ძალისხმევაც. აი ვნახოთ 10 შემდეგ ბოლოში ვინ მოიგებს. შანსები იზრდება მოგესალმებით. ორი ადამიანი ხო გამოაკადა ხა 98 ყავს და ხშირად გაიმარჯვებს ხალხი. შანსები იზრდება ყოველთვის და კარგია ძალიან. რა შეიძლება? ია. თქვი გიორგი. ისმის ჩემი ხმა? კი. ბილეთებზე რო ლაპარაკობდით ლატარიაზე. ნახეთ, ლატარიის დანიშნულება ბილეთს რო ყიდულობენ, იქ ძალიან მცირე არის გამარჯვება. ეს ერთი. იქ მართლა ირბალი და ბეძე გინდა რომ გაიმარჯვო და აი მე კომისტების დროს რო აქცენტა ქალბატონა ჯულიანამ 90-იან წლები ახალგაზრდებული იყო, ესეთი ლატარია იყო შემოსული. როგორ მახსოვს 20 თეთრი ღირდა, სახელი ეწერა ლატარია ყველასათვის. მამა ჩემი 50-100 ბილეთს ყიდულობდა ტელევიზორს უყურებდა, ვერაფერს ვერ იგივდა. აი, და მაშინ ძალიან მაგარი ფული იყო. ლარი ახალ შემოსული იყო.
ანუ რისი თქმა მინდა, ის სხვა არის ლატარიას უთამაშო. და მარათონი იმით განსხვავდება ლატარიისგან, ჯერ რო შენ შედიხარ შიგნით, შენ უკვე ხარ გამარჯვებული. იმიტომ რომ შენ 10000 გაქვს უკვე გარანტირებული, იცი. ხოლო დამატებითი სიურპრიზი ის არის, როდის გაიმარჯვებ, უკვე $100 გერიცხება, პლუს ფულსაც არიხდი. აი ეს ხიბლია ამაში. ეს განსხვავება იმ ლატარიასთან განსხვავებით და ძალიან მაგარი არის. აი ამით თქმა მინდა, მინდოდა უпроსტოდ. მართალი ხარ გიორგი, ძალიან დიდი განსხვავება არის. ორჯერ გადავიხადე $100 და ახლა 5 წელი თითქმის არ გადავიხდი არაფერს და აქით მაძლევენ კიდევ $100. ამაზე მეტი უკეთესი რა უნდა ინატროს ადამიანმა რა. რა ის ძალიან მაგარია. ინატროსაც შეეხება რაზეც ნატროდი სალომეს მოუგო, მარსა სალომეს მოუგე. 10 აღარ ვინატრებ. სადაც ნახა ვახტანგი ბილეთების უჩემ მე ვიყავი მაგლა სალომე ქვევი. ზიო აღარ ვიჯიბრები სალომეს. ხოდა ახლა სალომე წავა წინ და უკან წამოხვალ შენ შემდეგში. არაა პრობლემა. არაა პრობლემა. ძალიან გამიმართლა ხალხო 99 ადამიანში რო გამიმარჯვებ ძალიან მაგარია რა. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რა ვიცი. ყველას ვისაც ჩემი სიხარული გაუხარდა, ხო, ყველაზე მეტად იგი ყოფილიყოს მომდევნო გამარჯვებული. მე ასე დაგლოცავდით. გაიხარე ინგა, მართლა სულით და გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეგ ერთი და სხვა მრავალი ეგრე ვიტყოდი რა. მადლობა, მეორე გამარჯვებასაც ველოდები, მეორეთითაც ვთამაშობ, მაგრამ არ მეჩქარება, ახლა რადგან ერთი გამარჯვება მოიპოვე, მთავარი ეს იყო და ახლა სხვებმა მოიგონ კაცო, არ მინდა მეორე. მთავარია ხო ჯიბის ფულს ავდებდა, როცა იქნება. ინგა прям сияет. ინგა ბრწყინავს რა რუსული გუნდიდან წერენ. Спасибо большое. Поздравляю вас с победой в этом забеге. Очень здорово стать победителем в самом начале марафона. Да. Диах, нამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, очень важно и очень приятно в забеге в самом начале стать победителем. Гилоцав Ингу კიდევ ერთხელ მიხარია. Мадლоба, спасибо большое всем, кто присутствует. Да, я еще раз извиняюсь. Я не знаю, что произошло, но, к сожалению, видеокамера отказалась работать со мной. Не знаю, сегодня весь день вроде работали, все нормально было, под конец как так получилось. Валентина, мне тоже очень жаль, правда жаль. Извините. А вопрос можно? Да, пожалуйста. Не могу включить камеру. Вот. У меня вот такой вопрос. Инга, еще раз поздравляю вас с такой удачной победой. И вот такой вопрос. Скажите, вы долго сомневались, заходить ли в марафон или нет? Или сразу вы приняли решение? Это первый вопрос. Я не сразу. Нет. Я долго думала. Я постоянно слушала Вахтангу и наконец-то я поняла, что это очень важно для компании и для меня тоже не будет плохо. Поэтому я решила принимать участие. И второй не вопрос. Сразу. Ага, спасибо за ответ. И второй вопрос. Скажите, это же у нас только первый марафон, да? Будет второй, третий и так далее. Будете ли вы принимать участие дальше в других? Второй, я третий, еще участвую, у меня есть второй аккаунт. Отлично. Я жду еще победу, но сейчас даже не хочу, чтобы другие тоже победили и порадовались, как я. Удачи вам. Вам тоже. ინგა, მადლობა, კარგი რუსულია, მშვენიერია. მადლობა ინგა. გაიხარეთ. ნინიკო წერს, ინგა ყოჩახი გოგო, გილოცავთ, ინგული, ლიკა წერს. Поздравляю, Инга, ты души, очень рада, Снежана пишет. ყველას ძალიან დიდი მადლობა. Галина пишет, вот ничего не понятно, зато такую радость испытываю, как будто я выиграла, такие эмоции Инга с Джулией передают. Галина, спасибо большое за поддержку, за то, что вы были рядом со мной. Огромное вам спасибо. Спасибо. Большое спасибо.
Были ли сомнения заходить на марафон или нет? Что повлияло на решение, Снежана? Мы, по-моему, ответили уже. Рам გადაწყვეტილება, ანუ რატომ მიიღეთ თქვენ მარათონში მონაწილეობის, ეს როგორც თქვით, თქვენ დარჩით ჩვენ გვერდით და მხარი დაუჭერჭირეთ ორგანიზაციას ოლმის. Дიახ, ნამდვილად ასე. Значит, Инга долго думала, не решалась, и под конец, после нескольких зумов Вахтанга прослушала объяснение Вахтанга, все-таки решила поддержать компанию и стать рядом с компанией, раз она уже работает с нами и доверяет нам. Вот это было основным шагом к тому, что Инга вошла в марафон. Да. Что стало решающим фактором, чтобы принять участие в марафоне? Так, что вы будете делать, когда получили эту сумму через 5 лет? У вас есть план? Да, есть план, я уже рассказывала, поэтому... У Инги план такой. Купить машину с сериями Олни. Наши мечты совпадают. Чтобы на весь машина была написана Олни. Очень хочу. Да. Ინგას გაბწყინებულ სახეზე ყურებაში მოლოცვაც დამავიწყდა დიდი სიხარულია და მთელი გულით ვულოცავ გამარჯვებას. ეს ნადია გვწერს ჩვენ. Мадლობა ნადია. Какой у вас был первоначальный план? Рассчитывали на быстрый выигрыш или на долгосрочное участие? თავდაპირველად როგორი გაანგარიშება გქონდათ ინგა, ანუ ფიქრობდით რომ უფრო გრძელვადიანი იქნებოდა თქვენი? ფიქრობდი, წინათ გრძნობა მქონდა რომ თავში აუცილებლად მოვიგებდი ერთ აკაუნტზე მაინც. ნუ 5 ბილეთი მქონდა და ერთს მაინც მოვიგებდი თავში. გძნობდი ამას შინაგანად, ხალხო შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სიმართლეს გეუბნებით. მართლა გძნობდი და ფიქრობდი, რომ ეს ასე იქნება. არც მიფიქრია, რომ რაღაცა ბოლოში გამიმარჯვებდი. Инга говорит, что у нее было предчувствие, что она точно в начале победит. Она с двумя аккаунтами. Инга, Она зашла с 2 аккаунтами и была уверена, что один аккаунт обязательно в начале выстрелит. Это было ее предчувствие. Так что она знала об этом, скажем так, что она победит. Мы еще раз поздравляем Ингу, желаем ей всех благ. Спасибо, что она рядом с нами. И радуемся за нее от всего сердца. Остальным участникам мы ждем вас в роли победителей. Каждого из вас. ყველას ვულოცავთ და ველოდებით როგორც თავარი პრიზის აღების შემთხვევაში ჩვენ არხზე ყველას დიდი მადლობა ჩართულობისთვის, დიდი მადლობა რომ აქ ხართ, დიდი მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. ინგა კიდევ ერთჯერ მოგილოცავ და მართლა ხარია თითეულის მოგება. Აი თითქოს მე მომეგოს ისე მგონია რა. ანუ ახლა ისეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ მექნება, მოვიტყუები რომ გითხრა, აი მე ისე მიხარია როგორც ინგას, მეთქი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ის წილადი სიხარული შენი საუბრიდან გამომდინარე დღეს თითეულ წევრს გადაეცა, მე მგონი და ეგ დადებითი შთაბეჭდილება, ემოცია აუცილებლად მნიშვნელოვანია და საჭიროა ყველასთვის. მადლობა დიდი სულ ყველას და ყველას მოვუწოდებ რომ მიიღოს მონაწილეობა მარათონში. თუ ვინმე არღებულობს და ფიქრობს დღემდე რომ რა გავაკეთო, ჯობია რომ იმოქმედოთ. ინგუ, მეც მოგილოცავ შემოკარგო თბილო მიყვარხარ ძალიან. მადლობა ლალიკა. ცდების ასრულებას ვიცი რომ უნიკი იყვარს და ვეცილებით ერთმანეთს ოვნის სიყვარულში. ხო და რა ვიცი, გამიხარდა ძალიან გული და სული და მადლობა ბატონ ვახტანგს ასეთი კარგი პროექტის ჩაშვებისთვის, რომ ხალხს დიდი ბედნიერება და იმედი გაუჩინა ემიგრანტებს და რა ვიცი, ბატონი ვახტანგი ჩვენს გვერდითაა და ჩვენს ნამდვილად ვაფასებთ და უდგებით და მივდივართ ბოლომდე და გავიტანთ ჩვენ ჩანაფიქს. მიყვარხარ გეთერები და მალე მინდა გიხილო საქართველოში.
მადლობა Поздравляю от душой. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ვახტანგის მეც მინდა მადლობა რომ გადაუხადო. ძალიან რა ვიცი, ჭკვიანური პროგრამების მოგონებაში, მარტო მარაფონი არა, ჭკვიანური რაღაცებია მოგონებული ოლნიში და ყველაფერი ბატონი ვახტანგის დამსახურება, ამიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ რაღაცა ქართული სულის ქონოდა და გვიამაყა ჩვენ ამით ქართველებს და მე მგონია მივადექით იმ ადგილს რომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ოლნითი ამაყობა რომ ეს არის ქართული სულისკვეთების კომპანია. მე მიყვარს ოლნი და დიდ პატივს ვცემ ბატონ ვახტანგ სოფრომაძეს. მადლობა. მადლობა ინგა, მადლობა ვახტანგ დახმარებისთვის, მადლობა თანადგომისთვის. თუ მეტი კითხვები არ აგაქვთ, ჩვენ ალბათ ეთერს უკვე დავასრულებთ. Благодарю Вахтанга за такие моменты в нашей жизни, где мы вместе радуемся, пишет Снежана. Დიდი მადლობა ვახტანგს ასეთი მომენტებისთვის, რომ გვაქვს შანსი აი ამ დადებითი ემოციებით დავიმუხტოთ. Спасибо всем. Очень теплая и душевная встреча получилась. Благодарю наши звезды, которые зажег Вахтанг. ერთი კითხვა მაქვს ერათა თხონა გაგრძელდა თქვენამდე 31 დეკემბერს არის ახალი წლის ღამე და ხო შეიძლება მარათონი გათამაშდეს ახალი წლის ღამეს და აი ამ შემთხვევაში იყოს გამონაკლისი რომ თვის პირველ კვირას არ იყოს რომ ახალი წლისთვის ახალი გამარჯვებული შეეგებოს ახალ წელს ეს ხო შეიძლება გაკეთდეს ამის თქმა ვახტანგ ეგ კითხვა ალბათ თქვენთან არის ბატონო ვახტანგ იდო ერთხელ თუ შეიძლება წერდი ჩატში რაღაცა ნახეთ ჩვენ ხო გვაქვს მარათონი ყოველი თვის დასაწყისში პირველ კვირას ანუ კვირადღე რო დაემთხვა ხო აქედან გამომდინარე საახალწლო გავათამაშოთ 31 დეკემბერს ხო შეიძლება რომ გამარჯვებული ახალ წელს შეხვდეს რამოდენიმე დღეში იქნება ხო სხვაობა ხა კვირადღე უნდა დაემთხვეს და რაღაც ახალი წელი მოდის 31 დეკემბერს ხონდეს მარათონი მე ვფიქრობ ძალიან მაგარი სიხარული იქნება აი გამონაკლისის შეიძლება გავაკეთოთ არ ვიცი მოვიფიქრებ და შეიძლება რატო არა წესით კი ალბათ ეგრე გავაკეთებ მაგარი იქნება რა 4-5 დღე იყოს მაქსიმუმ სხვაობა კვირადღემდე და 31-ში კიდე ახალი წელია და ახალი გამარჯვებული ახალ წელს გადაკეთოს дефицит минимум. Хорошо, кай. Но Георгий сказал идею такую, что сделать розыгрыш в декабре, который должен был быть в январе, сделать его в декабре на Новый год, прям 31 числа. Вот, я сказал, что подумаю, в принципе, идея хорошая, думаю, можно подумать на этот счет. Вот, и... праздновать. Да, как кто-то еще 10 тысяч получит на Новый год. Думаю, хорошая мысль. Вот. Также еще от себя добавлю, что я сейчас веду переговоры с одним блогером, очень такой интересный блогер, вот, и русский блогер из России. И он как бы уже согласился с тем, что возьмет у нас рекламу, то есть я дам рекламу на его канале о нашем марафоне. Вот, и сейчас, пока, наверное, до следующего марафона, мы сейчас думаем, как все подготовить, ботов информационных, чтобы уже пустить у него рекламу. Вот, он, в принципе, мне сделал очень хорошую скидку. У него довольно большие просмотры его, есть и по 4 миллиона просмотров, и 2 миллиона, и так далее. Вот, и на что он мне сказал $1000 за один пост, который он выставит и в YouTube, и в ВК, и еще в Телеграме в своем канале. Вот, и я хочу это сделать, так что в любом случае мы марафон раскрутим и очень хорошо раскрутим. Я думаю, много людей придут оттуда, но опять-таки тоже не факт, потому что как получится. Вот, и даже у меня пришла идея, что в принципе я, наверное, тоже предложу нашим партнерам, кто захочет поучаствовать в получении людей,
Я, наверное, объявлю потом чуть позже, сколько это будет стоить, подумаю, ну, там, $1000, наверное, сделаю там долларов 20-30, может быть, человек, кто захочет, может этих людей забирать к себе. Вот. Но я в любом случае буду делать рекламу, то есть то, что останется, я уже заплачу из компании и будем сотрудничать с этим блогером. Вот. Потом я дам еще тоже ссылку на его каналы, посмотрите, его тоже YouTube. Ну, он в основном такими пранками занимается. И вот такой, ну, в основном он работает на мужскую аудиторию, там 90% у него мужчины. Но я думаю, мужчинам очень понравится наш марафон, поэтому как раз думаю то, что надо. Вот такая вот тоже интересная информация. Сегодня я общался с этим блогером как раз, и вот будем думать, как нам все это сделать. Вахтанг, можно вопрос по этому поводу? Скажи, пожалуйста, Да. а вот ты имеешь в виду, вот что кто в марафоне будет участвовать, уже тех автоматом будешь распределять по нашим коллегам, скажем так, только это будет платно, правильно? Я поняла. Да, но он будет приводить людей, как бы там мы будем делать рекламу чисто марафона, то есть на марафон. Вся информация будет о марафоне, но в марафоне, чтобы участвовать, люди же должны регистрироваться в компании. Вот, соответственно, то, под кого они будут регистрироваться, это будет зависеть от того, если наши партнеры приобретут их, то, соответственно, им будем давать, а потом уже в самом конце компании. Как бы такой вариант. Но в любом случае, кто захочет, получит, остальные уже уйдут под компанию. Мгм. Очень даже интересная тема, да. Ну ладно, я думаю, мы будем закругляться, да? Вопросов, если нет. Я еще раз всем желаю удачи. Спасибо за поддержку Галине. Огромное спасибо Инге. Очень теплая, правда, встреча была. დიდი მადლობა ინგას, ძალიან თბილი და ასე ვთქვათ, გემრიელი შეხვედრა იყო. მადლობა თქვენ. გაიხარეთ და გელოდებით მოგებულის ამპლუაში. გემშვიდობებით, კარგად მეყოლეთ. მადლობა ყველას. შეხვედრამდე. Каргат.